საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადე ხოთაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. როგორი იყენებს ოპოზიცია BBC-ს ვარაუდებს პროვოკაცია ქვეყნის წინააღმდეგ. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის კრახი რადიკალების და მათი მოკავშირეების მიერ მომზადებულმა ინიციატივამ შეერთებული შტატების სენატისაგან უარი მიიღო. საქართველოს მორიგი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების შესახებ რეზოლუციას კაიროში საქართველოს შეუერთდა. ოკუპაცია და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილები ეუთოს მინისტერიალზე ქრონიკა ავსტრიიდან. საქართველოს კანონისა და წესრიგის ინდექსში 154 ქვეყანას შორის მოწინავე პოზიციებზე ამონოცემების გლობალური გამოკითხვების ანალიტიკური ცენტრი ამერიკული ორგანიზაცია გელაპი აქვეყნებს. ორშაბათამდე კიდევ არის დრო ალდესთვის და ლელუსთვის, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია, ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე ლელუსა და პარტია მოქალაქეების განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი თანამშრომლობის რეჟიმში რჩებიან. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კვირა საქალაქო სასამართლოს დაწვას სცადა, რაც თავადვე აღიარა. ეგრეთ წოდებულმა მეგობარმა აქტმა კი მეგობრები ვერც ამერიკის სენატში ნახა. ოპოზიციისთვის ერთ-ერთი საკვანძო დოკუმენტი კვლავ თეორიად რჩება. ერთ წელზე მეტია ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ინიციატივის მხარდამჭერთა მოძიებას უშედეგოდ ცდილობენ. ნინი გოგიშვილია პირდაპირ ეთერში. ორი სენატორის ორი მცდელობა ჯერ სექტემბერში, შემდეგ ნოემბერში სცადეს სენატს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტისთვის მხარი დაეჭირა. მათი სურვილი სურვილად დარჩა. უმრავლესობის ლიდერის ჯონ ტუნის მხრიდან კატეგორიული უარი ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს. დოკუმენტის ავტორი ქართული ოპოზიცია კი არაერთი უარის მიუხედავად ელექტორატს არწმუნებს, რომ კანონპროექტი კანონად იქცევა. კანონპროექტი, რომელიც მმართველი გუნდის შეფასებით, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის ინტერესებს ცდება და მხოლოდ ოპოზიციის სურვილებს ერგება. 2024 წლის შემდეგ დღემდე ოპოზიცია მოკავშირეებთან ერთად ცდილობს მეგობარ აქტად წოდებული კანონპროექტი კანონად აქციოს. თუმცა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად მათსავე ანგარიშზე არაერთი წარუმატებელი მცდელობაა. ასეა ახლაც. მხოლოდ ბოლო 3 თვეში ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის მიღება სენატში უარი უკვე მეორედ ეთქვა. გადაწყვეტილება კვლავაც სენატის უმრავლესობის ლიდერს ეკუთვნის, რაც ოფიციალური თბილისის ვაშინგტონიდან დადებით სიგნალად აღიქმება. აქტისთვის манипуლაციური სახელის დარქმევის მიუხედავად დოკუმენტის რეალური მიზანი გაშიფრულია. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ უკვე მერამდენეთ ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები როგორც ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთი დოკუმენტის და ფორმულირებების გატანას, რომელიც პირდაპირ აზიანებს საქართველოს ინტერესებს მთლიანად საერთაშორისო მასშტაბით. დოკუმენტის დღის სინათლეზე ხილვის სურვილით ოპოზიციამ თბილისიდან ვაშინგტონის მიმართულებით გეზი არაერთხელ აიღო. პროცესში ჩართული იყო მათივე ლობისტი ჯო ვილსონიც და მაინც არაერთი უარყოფის შემდეგ ახლაც ამომრჩეველს ჯიუტად უმტკიცებენ, რომ კანონპროექტი კანონად იქცევა. ამისთვის კი დამატებითი დოკუმენტებია საჭირო. იხტიბარს არ იტეხენ სხვებიც. დამატებით რაღაც არგუმენტაციებს ელოდებიან კონკრეტული სენატორები თუ კონგრესმენები. რაციონალური მოძრაობაც და ყველა პროევროპული პოლიტიკური პარტია დარწმუნებული ვარ, რომ აქტიურად იქნება ჩართული ყველა დოკუმენტის მიღებაში. ეს კანონპროექტი ითხოვს მეტ დროს, რომ უფრო გონივრული, უფრო დაბალანსებული და უფრო სწორი პოზიცია ჩამოაყალიბოს ზოგადად ამერიკამ და ამერიკის სენატმა საქართველოსთან დაკავშირებით. რეალობას აცდენილი საგარეო ფლანგზე ამერიკის ინტერესების შემზღუდავი და არა მხოლოდ. ორი ქვეყნის ურთიერთობების დაზიანებისთვის შექმნილი დოკუმენტი, რომ ახლა ურეიტინგოდ დარჩენილი ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია, ეს მმართველი გუნდისთვის ნათელია. ამიტომ არ უკვირთ თუ რატომ ცდილობენ ლობისტების დახმარებით დოკუმენტის დღის წესრიგში დაბრუნებას.
ოპოზიციისთვის ეს სასწაულად მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მტკიცებით ფორმაში ატყუებდნენ თავიანთ ამ მომრჩეველს, რომ ეს აქტი მიღებული იქნებოდა და თან ჟანგბადი უკვე აღარ აქვს, პულსი არ ისინჯება და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა მათთვის იქნებოდა დამატებითი საინფორმაციო ხმაურის ატეხვის მექანიზმი. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს ჩაგდებულია. ეს არის გარკვეული კონსპირაციული გეგმა, რომელშიც ჩართულია მათ შორის ჯო ვილსონი და მთლიანობაში ეგეთი ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს იმ დიდი სცენარისა, რომელიც საქართველოს მიმართ უნდათ რომ განხორციელდეს. გაუჭირდებათ რასაკვირველია, იმიტომ რომ სიმართლეს არ შეესაბამება არც ერთი მონაკვეთი. დესტრუქციული ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისაგან უკვე აღარ ხდება. ყველა ისეთი აქტი, რომელმაც შეიძლება მომავალ ჩვენს ურთიერთობებს და მის გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს, იბლოკება და ეს გამოწვეულია, რომ მათ ძალიან კარგად იციან რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, ვინ უწყობდა ამას ხელს, ბაიდენის ადმინისტრაციამ როგორ აურია ეს ურთიერთობები, აქ NGO-ების ხელით და პოლიტიკური ორგანიზაციების მეშვეობით. ჯერ კიდევ სექტემბერში ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ითქვა, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცეოდა. ახლა კი ჯონ ტუნის სახელით ოპოზიციის ნაკარნახებით დაწერილი დოკუმენტის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დამატებაზეც უარი განაცხადეს. საქართველოს მშვიდობის ერთგულია ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32 სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო ტრიბუნა კიდევ ერთხელ გამოიყენა ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის პრიორიტეტების აღსანიშნავად. მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის იმიჯის შელახვის მიზნით მართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზეც ილაპარაკა, შეხვედრები გამართა ასევე კოლეგა მინისტრებთან და ეუთოს წარმომადგენლებთან. ანუკი ჩხიკვაძე გვერდება ვენიდან. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში. ამ პლატფორმის გამოყენებით დღეს მაკა ბოჭორიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო რჩება იმ ღირებულებების ერთგული, რასაც მშვიდობა და სტაბილურობა ჰქვია. დღეს მინისტერიალის პარალელურად მაკა ბოჭორიშვილმა გამართა მაღალი რანგის შეხვედრები როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე ეუთოს წარმომადგენლობასთან, სადაც საუბარი შეეხო მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების საკითხში, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და რასაც ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ჰქვია. ეუთოს 50 წლის იუბილეზე მინისტრთა საბჭოს 32 სესია სიმბოლურად იმ ფუნდამენტური იდეის გარშემო ჩატარდა, რომლის ირგვლივაც ნახევარი საუკუნის წინ ეუთოს გაერთიანება შედგა. უსაფრთხოება და მშვიდობის შენარჩუნება ამ კონცეფციის ფონზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოკუპაციის სახით აქვს. ამ საკითხის მოგვარების ოპტიმალურ გზად საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა ესახება. ამ ფონზე კი დიდია საერთაშორისო ორგანიზაციების და განსაკუთრებით ეუთოს როლი. საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია და რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა. ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობების ტრაგიკული შემთხვევები და 100,000-ობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც 10 წლეულებია იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ და არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. საქართველოს მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება. და ამ ფონზე, როცა საქართველოს სწრაფო მშვიდობის შენარჩუნებისკენ უცვლელია რუსეთის აგრესიამ გააძლიერა საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამასთან ერთად გაიზარდა მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ხან ქვეყნის გარედან და ხანაც შიგნიდან საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად იმართება. ეუთოს პლატფორმა მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ გამოიყენა იმის სათქმელად, რომ ამ გამოწვევის ფონზე ჩვენი ქვეყანა ეროვნული ინტერესების გატარებას და სუვერენიტეტის დაცვას განაგრძობს. ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები
ხელისუფლებები მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას და მათ და მის საზოგადოების ნდობას. მეტიც ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ. მინისტერიალის პარალელურად პირველი დიპლომატი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანსა და ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელს. შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ საქართველოს რჩება ყველა იმ ფუნდამენტური ღირებულების ერთგული, რაზეც გაერთიანება დგას. ქვეყნის წინააღმდეგ აგორებული სრულ კამპანიის მიუხედავად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მისწრაფებებისა თუ გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს რეგიონში მიმდინარე მოვლენების განსახილველად. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ლუქსემბურგის, სლოვაკეთისა და უნგრეთის მინისტრებთან, ტაჯიკეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ილაპარაკა საგარეო პოლიტიკურ ამოცანებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეუთოს 32 მინისტრთა საბჭოს ხდომაზე საქართველომ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება მშვიდობის, ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის ერთგული. საქართველოს მორიგი მხარდაჭერა უკრაინას გაეროს რეზოლუციას უკრაინელი ბავშვების დასაცავად ჩვენი ქვეყნის ხელმოწერა აქვს, თუმცა გადაწყვეტილებას ტრადიციულად ქართული ოპოზიციაც ვერ აფასებს, არათუ კიევი, რომლისგანაც ომის დაწყებიდან ამ დრომდე საქართველომ არაერთი დაუმსახურებელი და მძიმე ბრალდება მიიღო. მარიამ ბუღაძე კი ამბობთ. თბილისის მკაფიო გზავნილი და მორიგი პრინციპული პოზიცია საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე. საქართველო იმ 91 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას და რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს. რეზოლუციის წინააღმდეგ 12 სახელმწიფო წავიდა, 57-მა თავი შეიკავა, მათ შორის იყო სომხეთი. აზერბაიჯანმა და თურქეთმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ამ ფონზე კონკრეტული ევრობიუროკრატებისა და მათი მარიონეტების უსამართლო შეტევა საქართველოს მიმართ გრძელდება, რაც მათ რეალურ გეგმებს საბოლოოდ ააშკარავებს. ჩვენ უკრაინელ ხალხს თვლით მეგობრად და შესაბამისად ძალიან კივა გული, როდესაც უკრაინას ვხედავთ იმ მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაშიც იმყოფება. და სამწუხაროა ის, რომ მთელი რიგი კამპანია მიმდინარეობდა, მოწოდებები, რომ საქართველოს ჩართულიყო აღნიშნულ უბედურებაში და ალბათ რომ არა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ის ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯები ალბათ საქართველოშიც გვექნებოდა ის მძიმე სიტუაცია რაც უკრაინაში. ოპოზიცია ისევ ჩიხშია. ერთი მხრივ მოუწიათ ეღიარებინათ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციებს აქამდეც არაერთხელ შეუერთდა. მეორე მხრივ ცდილობენ ამტკიცო, რომ ეს არაა საკმარისი მტკიცებულება, რათა დადასტურდეს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში არ ეხმარება. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი რეზოლუციას არის მიერთებული საქართველოს. ხა ეს არ უნდა უარყოთ. ეჭვი მაქვს, რომ ეს გამოძიებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა შავი იყოს შესწავლილი. საპარლამენტო ოპოზიციიდან კოლეგებს რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ის ასობით რეზოლუცია შეახსენეს, რომლებიც მათ შორის საქართველოს მხარდაჭერით დამტკიცდა. ითქვა, რომ ხელისუფლება დღემდე ზრუნავს უკრაინიდან ლტოლვილ მოქალაქეებზე. უკრაინელი პოლიტიკოსების და მათი პატრონების განცხადებები კი უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. საქართველოს 1000-მდე რეზოლუციას მიუერთდა. კიდევ ერთხელ დასტურდება ის უსამართლო დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, რომ ჩვენ თითქოს განსხვავებული პოზიცია გვაქვს. საქართველოს ახლაც არის იმ ვალდებულებების შემსრულებელი, რასაც ქვია ამდენი ლტოლვილი, რომელიც საქართველოს მიიღო. მათ სრულად სოციალურ უზრუნველყოფას ახორციელებს. როცა ევრობიუროკრატები საკუთარ მიზანს ვერ აღწევენ, მათი ქმედებები რადიკალურ სახეს იღებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას არ შეესრულებინა მოთხოვნები, რომლებიც სახელმწიფოს აზარალებდა და დარჩენილიყო ქართველი ხალხისა და ეროვნული ინტერესების ერთგული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ორმაგი სტანდარტით გაჯერებული შეფასებები მოყვა. ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმაც
არ დაუჭირებს ხარი ამ რეზოლუციას, მაგრამ ქალბატონ კაია კალას რომ მოусმინოთ, დღეს ის ქვეყნები გაცილებით წინ არიან ევროპასთან, ასე ვთქვათ, დაახლოების ტემპით, ვიდრე საქართველო. აქ ჩვენ ორმაგ სტანდარტებს კიდევ ერთხელ კარგად ვხედავთ. იმის გამო, რომ ჩვენ ჩვენი თავი არ გამოვაყენებინეთ ისეთ საქმეში, რაც ჩვენ საბოლოოდ დაგვანგრევდა, ამიტომ არის ყველა ეს უსამართლობა საქართველოს. პოლიტიკური დიპლომატიური მხარდაჭერა ომის პირველი დღიდან ჰქონდა უკრაინას, სრული მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან. ყველაფერი დანარჩენი, რა თქმა უნდა, ეს არის წყვილების კორიანტელი, გამართლება თავიანთი რადიკალური პოლიტიკის საქართველოსადმი. უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ოფიციალური თბილისის პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველოს სოლიდარობას, პოზიციასა და მხარდაჭერას არაერთი საერთაშორისო რეზოლუციის კენჭისყრის შედეგი ასახავს. ამერიკული ორგანიზაცია გელაპი კანონისა და წესრიგის ინდექსს აქვეყნებს. კვლევაში საქართველოს საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა და 144 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 22 პოზიციაზეა, სახელმწიფოებს შორის კი მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა. ინდექსი დანაშაულთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით ადამიანების პირად უსაფრთხოებას აფასებს. თამარ ჩიკვატია დეტალებით. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს იმ ასე ვთქვათ დაუღალავი შრომისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის ზრუნვისთვის. ქართული სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალურმა მუშაობამ საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებს შორის გამოარჩია. კანონისა და წესრიგის ინდექსით საქართველოს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს უსწრებს. რეიტინგში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრი მხოლოდ 4 სახელმწიფო: ნორვეგია, ავსტრია, დანია და ფინეთი. ეს გლობალური გამოკითხვების ანალიტიკური ცენტრი გალაფის კვლევამ აჩვენა. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში ფასდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდა, ასევე ქონიათ თუ არა მათ კონკრეტული სამართალდარღვევის ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან შემხებლობა და რა ასე ვთქვათ დამოკიდებულება დარჩათ. შესაბამისად ამ ინდექსის შეფასების საფუძველზე საქართველოს აქ ძალიან მაღალი შეფასება, ეს არის მე-19 ადგილი და ფიქრობთ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან მაღალი შეფასება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამერიკულმა ორგანიზაციამ შეაფასა ადამიანების უსაფრთხოების განცდა, მათი გამოცდილება დანაშაულთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით. გლობალური გამოკითხვით საქართველოს 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო, რითიც 154 ქვეყანასა და ტერიტორიას, ასევე მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის დაწინაურდა. მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა გერმანიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან და ესტონეთთან ერთად თანაბარი ქულით. ქვეყანა წინ მიდის. ეს არის შემდგარი ფაქტი, ეს არის რეალობა. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროცესს, გავაგრძელებთ განვითარებას, გავაგრძელებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. მშვიდობის გარეშე ცხადია, შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე ფიქრით. ყველა ობიექტური კვლევა, რომ საქართველოს წარმატებას აჩვენებს, ამას საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ. ქვეყნის წინსვლის მასშტაბებსა და ტემპებს უარგუმენტო კრიტიკა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ვერ აფერხებს. რაც არ უნდა ამ რადიკალურ აგენტურულ ოპოზიციას თუ არასამთავრობოებს ეს მესიჯები კონდეთ და ამით და ასე ვთქვათ აპელირებდნენ და Facebook-ს აჭრელებდნენ და მათ ასე ვთქვათ პროპაგანდას ეწეოდნენ. საბოლოო ჯამში ყველა პარამეტრებით ქვეყანა მიდის წინ. ეს თავის შედეგს დებს. და ეს ბოლო კვლევაც ერთ-ერთი სწორედ ამის მაჩვენებელია. კონკრეტულად ეს ინდექსი ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთის მხრივ ტურიზმი, იცით რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული შემოსავლის წყაროა და რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი არჩევს ქვეყანას თუ სად იმოგზაუროს, რამდენად უსაფრთხო არის გარემო, ეს ერთ-ერთი ფაქტორი არის იმისათვის, რომ გადაწყვიტოს თავისი მოგზაურობის მარშრუტი და რა თქმა უნდა, ესეც საქართველოს ძალიან მომგებიან სიტუაციაში აყენებს. გალაპის საერთაშორისო დაღიარებული ანალიტიკური ცენტრია და ერთ-ერთია ვის კვლევებსაც მსოფლიო ბანკი ეყრდნობა. ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით საქართველოს კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო 20-ში მოხვდა. კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის კუთხით 2022-25 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო. სააგენტომ 3 მოკვლევა დაასრულა, საიდანაც 2 შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინანტური მდგომარეობის, კერძოდ არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დადგენილია. ანა ბერძენიშვილი გეამბობთ.
11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის კუთხით 2022-2025 წლებში კომპანიების საქმიანობა შეისწავლა. სამი მოკვლევიდან ორ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა, კერძოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რამაც არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დაადასტურა. ეს არის ძირითადად რეგიონებში რეგიონალური თვითმმართველი ერთეულების მიერ გამოცხადებული ტენდერები, სადაც აღნიშნული კომპანიები მონაწილეობენ იმისათვის, რომ შესაბამის მუნიციპალიტეტებს წარუდგინონ შესაბამის დასკვნები მათ მიერ განხორციელებულ სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენ დაახლოებით 260-მდე ტენდერის მონიტორინგი ვაწარმოებთ მოკვლევის დაწყებამდე და გამოკვეთილია რიგი ტენდერები, სადაც მონაწილეობს მხოლოდ ერთი კომპანია. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი არის სწორედ ეს, რომ გაირკვეს აქვს თუ არა ამ 11 კომპანიას შორის შესაძლო გარიგებებს ადგილი. მოკვლევა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ რეგიონებში სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონს არღვევს. სამინისტრომ ჩაატარა მცირე მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით, სადაც შესაძლოა ადგილი კონდეს რამოდენიმე შემთხვევაში პრეტენდენტების უკონკურენტოდ მონაწილეობის ფაქტს. აღნიშნული ფაქტი თუ დადასტურდება, კონკურენციის სააგენტო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. ქრონიკა კომპანიებს დაუკავშირდა, რომლებიც რეგიონებში განხორციელებული ზედამხედველობის დროს გადაცდენებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მოკვლევასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. აბსოლუტურად თუ ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ ამითავად ინფორმაცია არ მაქვს ვერანაირი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, პირველად მისმის ხენდა მე. მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობას აქტიურად აკვირდება. საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული განკარგვა მთავრობის პრიორიტეტია. მოხდება მოკვლევა ბაზარზე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის სავარაუდო გარიგების ფაქტებთან დაკავშირებით. საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური და პროდუქტიული განკარგვა კვლავ პრიორიტეტულია ჩვენთვის, შესაბამისად ჩვენ განვაგრძობთ დაკვირვებას ბაზარზე სხვადასხვა CPV კოდებზე განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ კომპანიების ბრალეულობა დამტკიცდება, მათ ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა 64 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. რინ ჩუბინიძე გიამბობთ. საქართველოს მზარდი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ბიზნეს სექტორია, რომელიც მესამე კვარტალში თამბეჭდავი რიცხვებით ასრულებს. სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 64 მილიარდ 7 მილიონი ლარი შეადგინა. პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 25 მილიარდ ლარზე მეტია. ეს მონაცემები მესამე კვარტალის ჭრილში ისტორიული მაქსიმუმია. ამავე პერიოდში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს 815,000 მიაღწია. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ასევე ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა 25.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.7%-ით მეტია. ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, რომელიც წლის მესამე კვარტალში 230 ლარით გაიზარდა და 2421 ლარს გაუტოლდა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციებს ასევე განაპირობებს ის სწორი და მიზანმიმართული მხარდაჭერი მექანიზმები, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტულობის ზრდაზეა ორიენტირებული და რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ახორციელებს. ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ კერძო სექტორი პოზიტიურად უყურებს ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება როგორც რეინვესტირება, ასევე ახალი ბიზნესის შემოსვლა ქართულ ბაზარზე. მოლოდინი მე პირადად მაქვს, რომ მეოთხე კვარტალში აქტივობა კიდევ უფრო მაღალი იქნება და ეს ხდება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს მზარდი ტრაექტორით გაიზრდება, ასე ვთქვათ, მათი საინვესტიციო აქტივობაც. მონაცემების მიხედვით სამუშაო ადგილები გაზრდილია ეკონომიკის ყველა სექტორში. სტატისტიკის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა სფეროების მიხედვით კიდევ უფრო დივერსიფიცირებული და ინკლუზიური ხდება.
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. კეთი გრიგორაშვილის რეპორტაჟი. 760 გრამზე მეტი MDMA, 762 გრამი კლეფედრონი და 9 კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები უკრაინის მოქალაქეს ჰანა დმიტრენკოს ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად ჰქონდა შენახული, რაც სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცერმა ბარგის რენტგენოსკანერი დათვალიერებისას ერთ-ერთ სამგზავრო ჩანთაში შეამჩნია საეჭვო კონტურები, რის შემდეგაც მოხდა შემოსავლების სამსახურის სპეციალური წითელი სტიკერით ბარგის ნიშანდება და შემდგომ მისი დეტალური ფიზიკური დათვალიერება. აღნიშნულის შედეგად აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად ჰქონდა მოთავსებული. შემოსავლების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად მუდმივად ატარებენ საბაჟო საზღვრების უმკაცრეს მონიტორინგს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღკვეთილია ქვეყანაში 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგის შემოწმებისას აღმოჩენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 33 წლის ჰანა დმიტრენკოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ამოღებული ნარკოტიკები მისი არ არის. სასამართლოს ხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა, რომ დაპატიმრება შეფარდებოდა. დაცვის მხარემ იშუამდგომლეთ, რომ გირაო, თუმცა შეეფარდა დაპატიმრება საბოლოოდ და მას ედავებიან ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ შემოტანას საქართველოში და შეძენა შენახოს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თბილისში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა. ტერიტორია სრულად მოწესრიგდა. განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. გივი კუჭავაგი ამბობთ. ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ცოტნე დადიანის ქუჩაზე 34 ნომრის შიდა ეზოში 5500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ადგილობრივებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეზოთ ძალიან გალამაზდა, დაირგო ბევრი ხე, სკამები დაიდგა და განათებები, კამერები თავდაცულასაც გრძნობთ თავს და ძალიან კმაყოფილი ვარ. გალამაზდა ჩვენი პარკი. გალამაზე სტადიონი ულამაზესი გახდა. ესეთი ლამაზი პარკი და სტადიონი ჩვენ უბანს არ ქონია. უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად სრულად შეიცვალა საპარკე ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა განათების ბოძები, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო საბავშვო გასართობის სივრცე და საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახის ხემცენარე. მთლიანად შეიცვალა გამწვანება, დაიგო რუნონული ბალახი, ასევე განათებები მოეწყო, ვიდეო სათვალო კამერები, ყველა ასაკის ადამიანისთვის არის გასართობი ადგილები, საბავშვო ატრაქციონები. პროექტის ფარგლებში ასევე გარემონტდა სტადიონი, სადაც რაგბის და ფეხბურთის ბავშვთა გუნდები ვარჯიშობენ. კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად კორპუსებს შორის არსებული სივრცეების გამწვანება რეაბილიტაცია თბილისის მერის პრიორიტეტია. შიდა ტერიტორია მთლიანად იქნა მოწესრიგებული, მოედანი რომელსაც ჩაუტარდა რეაბილიტაციას, სრულად არის განახლებული. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ფეხბურთში, ასევე რაგბში აქ არის ბავშვთა გუნდი. გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, რადგან გვინდა რომ თითოეულ უბანში შევიდეთ, ხედავთ ირგვლივ რამდენი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში აქ მცხოვრებ ადამიანებს ეკნებათ ძალიან სასიამოვნო გარემო. დადიანის ქუჩაზე სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 800.000 ლარი დაიხარჯა. დღეს ყველა სიახლეს გაიცნობით იმედი ნიუზ-ჭიზე. 23 საათზე კი იმედი ლაივი დაიწყება ნახვამდის. ნახვამდის.